ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელსაც ვიღებ ხოლმე მესეჯებში, როგორ ავიდე ბიორ დონეზე, ან როგორ ავიდე ბიორზე, რომელი წიგნები გამოვიყენო. ბიორ დონეზე უკვე ჩაწერილი მაქვს და დღეს ვილაპარაკებ ბიორ დონეზე. ბიორ დონე როგორც იცით არის საშუალო, მაღალი საშუალო დონე და ფაქტიურად მოიცავს მთელ ინგლისურ გრამატიკას. ზუსტად ამიტომ გვჭირდება კომპლექსური წიგნი, არა მხოლოდ გრამატიკისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ კარგად გამოვიყენოთ ეს გრამატიკა მეტყველებაში, ანუ ბევრი უნარი განგვივითაროს. ეს იქნება წერა, კითხვა, მოსმენა თუ ლაპარაკი. ყველა უნარზე უნდა ვიმუშაოთ და ჩემთვის ნომერ პირველი წიგნი არის ლეიზერ ბიორი და რატომ? იმიტომ რომ აი ყველა უნარს ავითარებს. არის ძალიან საინტერესო წიგნი, უზომოდ საინტერესო ტექსტები აქვს, ყველა უნარზე არის წვდომა. ყველა კომპონენტ შეიცავს, არის ლექსიკა და გრამატიკა და ეს ლექსიკა და გრამატიკა ემსახურება ამ 4 უნარის გაუმჯობესებას და არის ძალიან ფერადი. აი, რა ვიცი, ამ წიგნზე მუშაობა ჩემთვის არის ხოლმე ერთი სიამოვნება. გარდა ამისა, ჩემთვის ნაცადია, იმიტომ რომ მე თვითონაც ამით გავიმყარე ბიორი დონე და მოსწავლეებთანაც ძალიან ეფექტურია. მეორე წიგნი, რომელიც შეგიძლიათ რომ მიახმაროთ ამას, ბიორ დონეზე არის Destination Biori, ეს სიერთიორია, ბიორი გვჭირდება. მტკივნეულია ხოლმე ამ წიგნის გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლექსიკა არის, ძალიან ბევრი სიტყვებია, გრამატიკა ცოტა რთულია, მაგრამ აი თუ მიყვებით ამ წიგნს, ძალიან კარგ შედეგს დადებთ ბიორი დონისთვის. სხვათა შორის ძალიან კარგი ლექსიკონია, ჩემგან არ ჭირდება შექება, მაგრამ ლექსიკონი, რომელთაც უნდა იხელმძღვანელოთ, არის Dictionary G, ეს არის დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ჩაწერთ სიტყვას და ამოგიგდებთ ძალიან ბევრ მნიშვნელობას და ბიორ დონეზე უკვე გვჭირდება, რომ ერთ და იგივე სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობა ვიცოდეთ და უფასოა, რაც ყველაზე უფრო მთავარი, ამიტომაც ისწავლეთ ხელმძღვანელობა ლექსიკონით. თუ გეზარებათ და არ გინდათ მოძებნოთ სიტყვები, მე მაქვს დამუშავებული Destination-ის ნახევარი. და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში და გაგიზიარებთ ძალიან მინიმალურ ფასად. მესამე წიგნი ბიორი დონისთვის არის Grammar and Vocabulary, ბრიტანული სერტიფიკატისთვის არის FCE-ისთვის და ძალიან კარგია, იმიტომ რომ გრამატიკასაც აქცევს ყურადღებას, სტრუქტურებს, ყველა დრო არის განხილული, ეს ანუ ყველაფერი აბსოლუტურად, რაც შეიძლება რომ ბიორ დონეზე ინგლისურში გრამატიკა შეგვხვდეს და არა მხოლოდ ლექსიკაც არის, სხვათა შორის მე ეს წიგნი გამოვიყენე FCE არ ჩამიბარებია არასოდეს, მაგრამ IELTS-ისთვის და IELTS-ის სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავიდოდი, დავიწყე ამით და აი ინგლისურის გრამატიკა ფაქტიურად წინ გაქვს, როდესაც ეს წიგნი გიჭირავს და უფრო მეტი სავარჯიშოა ვიდრე Destination-ში და უფრო მეტად კომპლექსური სავარჯიშოებია ყოველთვის ჩემთვის ასია. გადამივარდა დისკი, ანუ ყველა წიგნს Destination-ის გარდა დისკი მოყვება და შეგიძლიათ რომ ასევე მოსასმენი დავალებები დისკებით გააკეთოთ, თუ დისკი არ გინდათ და არ არის თქვენთვის მოსახერხებელი, ამ სავარჯიშოების დავალებები ონლაინ ინტერნეტში უფასოდებს და შეგიძლიათ რომ მოიძიოთ. ძალიან გთხოვთ რომ გამაგებინოთ, თუ ოდესმე გისწავლიათ ამ წიგნებით, რას ფიქრობთ, თქვენ როგორი წიგნები მოგწონთ და ასევე მაცნობეთ და დამწერეთ კომენტარებში, თუ გინდათ რომ დონეების მიხედვით ვილაპარაკო წიგნებზე, საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს და შემიძლია რომ ვთქვათ ბიორი დონის წიგნებზე ვთქვათ 6-7 წიგნი განვიხილო ბიორ დონეზე ასევე და გითხრათ რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ წიგნებს. ველოდებით თქვენს კომენტარებს. ასევე არ დაგავიწყოთ რომ თუ დაიწყებთ ამით მეცადინეობას, გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.